ბერძნები დამარცხა. ძალიან მაგრად იონეს, მაგრამ დამარცხა. ვერც ფალანგას გაუძლეს, რკინის დისციპლინა ჰქონდა ფილიპეს. მაკედონური არმია ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი პროფესიონალური არმია მსოფლიოს ისტორიაში. ქერონიაში ჩაესვენა საბერძნეთის პოლიტიკური ცხოვრება. დემადე მიაძახა რა. მეფეო, შენ ბედისწერან აგამემნონის როლი გარგუნა, ხოლო თერსიტესავით იქცე. და ბარბაროსი მეფიდან უცებ გახდა ელინთა გამაერთიანებელი. ის კაცი გახდა ის კაცი ელინთა გამაერთიანებელი. თუ მოვედი თქვენთან, ძირფესვიანად მოგთხრით. იმათ პასუხი. იმათ უფრო მოკლე, ერთ სიტყვით. თუ იდის თეთრებს ჩაცმულები ამალით შედის ამ თეატრში. წველებით. ჰეტერები ახლა. ერთ-ერთი ჰეტერი პაუსანიოს გამოარა და არტყა ხმალი. მოკლა ფილიპე. თავისავე მცველმა. მივიღეთ სამხედრო მანქანა, იარაღში ჩამჯდარი ევროპა, მთელი ბალკანეთში მიდის სამხედრო მოძრაობა, ყველა თავს იყრის ჰელესპონტზე. იქ გადაღმა ატალოსი და პარმენიონი უკვე გადასულებენ, პლაცდარმი გაკეთებული აქვს, სამხედრო ბანაკი დაცემული აქვს, სანაპიროს აკონტროლებენ, ფლოტით შესულია. და ჯარი უნდა დაიძრეს, მაგრამ ამ ჯარს უკვე ახალი თავი ყავს, ეს არის 20 წლის ალექსანდრე. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულ ათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. მოგესალმებით ყველას, მადლობა რომ დროების YouTube არხს უყურებთ ასე ინტენსიურად, ასეთი ინტერესით. ჩვენ ამას გვგრძნობთ არა მარტო მნახველთა რაოდენობის, არამედ გამოხმაურებების რაოდენობისა და შინაარსის მხრივაც. ამაზე ჩვენი წინა გადაცემის დროსაც ვისაუბრეთ და მართლაც განსაკუთრებულად მადლობლები ვართ იმის გამო, რომ ასეთი ყურადღების და ამავე დროს აღქმის ადამიანები არის. ყურადღება ყოველთვის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, მით უმეტეს ციფრულ საუკუნეში, მით უმეტეს ჩვენს გარემოში, როდესაც ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი მედიის ფუნქციონირებისათვის და ისეთი პლატფორმების ფუნქციონირებისათვის, რომლებიც ცოდნას ავრცელებენ. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, მოგზაურობა წარსულში გრძელდება ისტორიკოს გუბა სანიკიძესთან ერთად. ჩვენს წინა გადაცემაში ვისაუბრებთ მეფე ფილიპეს მეფობის პირველ ეტაპზე, მაკედონიის როგორც პოლიტიკური ერთეულის ფორმირებაზე და მის გაფართოვებაზე, შეიძლება ასე ითქვას, და ახლა ვისაუბრებთ მისი მოღვაწეობის მეორე მნიშვნელოვან ეტაპზე, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ერთ ძალიან მნიშვნელოვან სერიოზულ პლატფორმას დიდი ეპოქის დასაწყისისა. მანამ სანამ გუბას დაიწყებს თხრობას, კიდევ ერთხელ მინდა, ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი YouTube-ის დროების არხი, გამოიწეროთ, მოიწონოთ ჩვენი გადაცემები, გაუზიაროთ თქვენს ნაცნობებს, მეგობრებს, ნათესავებს, ყველას ვისთვისაც ცოდნა გემეტებათ. გუბას გისმენთ. მადლობთ ბატონ გიორგი, მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს ეპოპეას, რასაც ქვია მაკედონური სახელმწიფოს ზეობა, მისი აღმავლობა. ეს უკავშირდება ერთ პერსონას, ეს არის ფილიპე მეორე მაკედონელი, იგივე ფილიპე დიდი. და თავისუფლად ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფილიპე მეორე არის ევროპის პირველი დიდი მეფე და მონარქი და მმართველი.
ზოგადად. აქამდე ჩვენ არ ვიცნობთ არც ერთ ევროპელ მოღვაწეს, ახლა პერიკლე არ იყო მეფე, მაგრამ დიდი მოღვაწე იყო, მან ფაქტიურად საზღვაო იმპერია შექმნა, მაგრამ მაინც ფილიპე არის ნომერ პირველი პერსონა, პირველი სოლისტი დავარქვათ ამას ევროპის ისტორიაში. ეს გასაკვირიც არ არის, ევროპა გვიან ერთვება ცივილიზაციურ ორბიტაზე, რა თქმა უნდა, აზია არის საწყისი, ყოველივესი, ცივილიზაციური საწყისი არის და აკვანი არის აზიაში, კერძოდ ეს არის ნილოსის ხეობა, უпроსწორად ნილოსის ნაპირები, მესოპოტამია, ინდისა და განგის აუზი და იქეთ შორეულ აღმოსავლეთში ეს არის იანძის და ხუანხეს ცივილიზაცია, რომელსაც ჩვენ ჩინურ ცივილიზაციად ვაფიქსირებთ და ვიცნობთ, ხო? ევროპა გვიან ჩაერთო და ეს ჩვენი ლექციათა და მოგზაურობის კურსი, ხო, ჩვენი მისია და ჩვენი ამოცანა რა არის, რომ საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ თითქოს და კარგად ვიცნობთ ევროპას და ევროპასთან სუქონდა ტოლვა და ურთიერთობა, მაგრამ რატომღაც გონია, რომ მაინც ევროპის საფუძვლები ჩვენ არ ვიცით და ჩვენი გადაწყვეტილებაც და ინიციატივაც ჩემი და გიორგის და ჩვენი მეგობრების, ვინც გვეხმარებიან ტექნიკურ უზრუნველყოფას აკეთებენ, ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ქართულ ხალხს, ქართველებს გავაცნოთ რა ფუნდამენტი აქვს ევროპას, საიდან წარმოიშვა, დღევანდელი ევროპა საიდან მოდის, ხო? კრიზისები, აღმავლობები, ხო? ამას ყველაფერს საფუძველი აქვს და პირველი საფუძველი ჩვენ ქრონოლოგიას მოვყვებით, პირველი საფუძველი ეს არის დიდი ელინური, ანუ ბერძნული ცივილიზაცია, მერე აუცილებლად ჩვენ როცა მაკედონურ ეპოქას გავივლით, ფილიპეს და ალექსანდრეს და მერე დიადოხების, ანუ ალექსანდრეს მემკვიდრეების ეპოქას, მერე მეორე, მე რომ ვკითხოთ გაცილებით უფრო დიდი საყრდენი და საფუძველი, ესა მერე გადავალთ რომზე. და საკმაოდ მოცულობით იქნება ესა, ისევ ვიმეორებ, არსად არ გვეჩქარება, ძვირფასო მეგობრებო, ყოველივე ფაქტს სჭირდება გაანალიზება, გადახარშვა, გონებას ტვინს სჭირდება გავარჯიშება, ინფორმაციის დალაგება, რაც საჭიროს არ ითვლება იმის მივიწყება და რაც მნიშვნელოვანია იმის დამახსოვრება. ეს არის ადამიანის ინტელექტი ამაზე დგას. ამიტომ ვაგრძელებთ ახლა ჩვენ გავწყვიტეთ ზუსტად შუაში ფილიპე მაკედონელის მოღვაწეობაზე. რა მივიღეთ პირველი მოგზაურობიდან? მივიღეთ ის, რომ ფილიპემ ფაქტიურად ბალკანეთი მდინარე ისტროსამდე, ანუ დუნაიმდე დაიმორჩილა თრაკია, დაიმორჩილა ტრიბალების მოურჯულებელი ტომი, დიდი ტომი, პეონები, აგრიანები, ილირიელები დაამარცხა. თრაკიას ზოგადად საერთოდ შეიერთა, ოდრისების სამეფო გააუქმა და შეიერთა და იქ გენერალ-გუბერნატორი დანიშნა. და ჩრდილოეთ საბერძნეთით შემოიმტკიცა, თესალიიდან ფეხი აღარ გაადგა, თესალიის ქალაქებში ჩააყენა მაკედონური გარნიზონები და მოადგა თერმოპილეს და შუა საბერძნეთს და მერე ჩვენ ბოლო აკორდი ჩვენ წინა მოგზაურობის იყო ის, რომ მან როცა ქალაქი ამფისა დაანგრია, მან დაიკავა თერმოპილე და თერმოპილეს გასასვლელი, რომლითაც ჩრდილოეთ საბერძნეთი უკავშირდებოდა შუა საბერძნეთს, ფილიპეს ხელში აღმოჩნდა. და ფილიპე, არავის ერთ კაცსაც კი საბერძნეთში მსოფლიოში ეჭვი არ ეპარება, რომ ფილიპე აპირებს შუა საბერძნეთში შემოჭრას. თავისი უფლებების დაცვა, როგორ და წარმოდგენას, თავისი პრეტენზიების წარმოდგენას. შეიძლება ითქვას კარნახსაც კი. კარნახს, ხო, რა თქმა უნდა, დიქტატი. მას მოკავშირეებიც ყავს, ასე უკვე თესალია მისია უკვე, თესალიური საუკეთესო კავალერია მისია. თავად ათენშიც ათენში მაკედონური პარტია არის, ძალიან ძლიერი წარმომადგენლობა არის, ახლა იქ ისოკრატია განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი. ფაქტობრივად იდეოლოგია
ფილიპე დიდი სტრატეგიული ექსპანსიიდან. ეს ძველი იდეა არის ბერძნების პანელინურის მშვიდობა. პაქს ელინიკა, ახლა ლათინურად რო დავარქვათ, რომაელებს ჰქონდათ პაქს რომანა, ანუ რომაული მშვიდობა. რომაული მშვიდობა სივრცეს ნიშნავს, ხო? იმპერიას ნიშნავს. ხო, რომაულად ლათინურად რო დავარქვათ, პაქს ელინიკა ქვია ამას, პანელინური სამყაროს გაერთიანება, რეალური გაერთიანება. და გაერთიანება სპარსეთთან. ხო, და სპარსეთი არის საბოლოო მიზეზი. სპარსეთმა პასუხი უნდა აგოს ახლა ქსერქსეს ლაშქრობიდან თითქმის 9 საუკუნეა დაახლოებით 55 წელია გასული, არასრული. და ჩვენ როცა ვლაპარაკობდით ცივილიზაციურ დაპირისპირებაზე, ახლა ინიციატორი იყო აზია. აზიამ დაიწყო ეს მტრობა. სპარსეთმა, კიროსის სამეფომ, დარიოსის აქემენიდებმა დაიწყოს, მაგრამ ახლა ყოველ ფიზიკის კანონიც არის, ხო, ეს არა. ყოველ ზემოქმედებას აქვს ანტიზემოქმედება, ხო? ახლა ბერძნებში დიდი ხანია ეს იდეა არის, რომ რევანში შური ვიძიოთ დანგრეული ტაძრებისთვის, დამწვარი ათენისთვის, დამონებული იონიისათვის, ჩვენი ერთ სისხლიერ და ერთ ხორციელ იონიელი ბერძნების მონობა, აზიელი ბერძნების მონობა, რომლებიც ისევ ათენელებისა და სპარტელების სიბრმავისა გამო სპარსელების ხელში აღმოჩნდა ანტალკიდეს ზავის მიხედვით, ამიტომ მიდის აქითკენ მიდის ფილიპეს გეგმა. ბარბაროსები, ელადა, სპარსეთი. ბარბაროსები დაიმორჩილა, ბალკანელი ბარბაროსები და დაიმორჩილება არ ნიშნავს მონობას, მოკავშირეებად გაიხადა. აი ყველა ის ქვეყნები, რაც და ხალხები რაც ჩამოგითვალეთ, მე ალექსანდრეს ლაშქრობაში ყველანი მოკავშირეები არიან და განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევიან მაკედონელი მეფეების მიმართ. განსაკუთრებით ჯერ ფილიპეს და მე ალექსანდრეს მიმართ. ძალიან დიდ როლს ითამაშებენ. იგივე თრაკიელებიც, აგრიანებიც, პეონებიც, ილირიელებიც ომობენ იქა, ეპირელებიც არიან, თუმცა ცოტა, მაგრამ მაინც არიან მოლოსები იქა და ბერძნები თავისთავად, ხო. ამიტომ მივადექით, უпроსტად ფილიპე მოადგა თერმოპილე, გამოიარა. გამოიარა და ელჩები გააგზავნა თებეში. ყველაზე ახლო არის თებე. მე თერმოპილე არის და ქვემოთ არის თებე. თებე არის საწერია. აღმოსავლეთია ვერ ხედა. კი. თებე აგერ წერია, ხო მართლაც იქ არ არის. უფრო სამხრეთით არის, ზღვის პირზე არ იყო თებე. ხო, მე ალბათ უნდა დავკავდეთ რუკების გამოცემით რა, რაღაცა უნდა მოვახერხოთ, იმიტომ მე რასაც ინტერნეტში ვხედავ, გიორგი, არა მარტო ქართულენოვანი საერთოდ არ არსებობს არაფერი, ნულის ქვემოთ ვარ. რუსულენოვანიც საკმაოდ პრიმიტიულია და ინგლისურენოვანიც აბსოლუტურად გაუმართლებლად უაზრო რაღაცები არის ახლა. უფრო მცირე ქალაქები არის უკას დადანილი და უფრო დიდი ქალაქები არ არის აღნიშნული. ხო, ნუ საერთოდ კრიზისია ცოდნის მთელ მსოფლიოში და ახლა არ გაგვიკვირდეს, ხო. ხო, თებეში გამოაგზავნა ელჩები ფილიპემ. არ დაგავიწყდეთ, საერთოდ 4 ამფიქტიონების ომი იყო, ანუ საღვთო ომი. ჩვენ გავიარეთ მესამე ამფიქტიონების ომი, როცა ფოკიდან მიიტაცა. მაშინ თებე და მაკედონია მოკავშირეები იყვნენ. თებე, თესალია, მაკედონია და ლოკრიდა. მაშინ თესალიელებმა მოიწვიეს ფილიპე. ამიტომ ნომინალურად ისინი მოკავშირეები არიან და ახლა თებე უცხო ქალაქი არ არის, მისთვის ბავშვობა აქვს იქ გატარებული უბრალოდ. ძევლად იყო. ხო, ყმაწვილი კაცობა აქვს. მაგრამ საუკეთესო ხო, მაგრამ ნუ ახლა ეპამინონდეს აღზრდილია. შეგირდობა სანატრელი. მართლა სანატრელი. აი ჩვენ როცა შემთხვევითობებზე ვლაპარაკობთ, ახლა ფილიპე ასეთი სამხედრო ნოვაციებს ვერ გაატარებდა, რომ არა მასწავლებელი. ხო,
ხო, ახლა როცა ფალანგა შექმნა მან, ხო, ეს არა მარტო ცოდნის მატარებელი იყო ის კაცი, არამედ ნოვატორი იყო დიდი და თვითონ ეს კიდე ცალკე უნარი ამან დაამატა, ხო და ეს გრძელი შუბები. აი ამ გრძელ შუბებზე დამავიშდა წინა ლექციის დროს მეკითხა და ჩვენს ფონზე ჩანს თან ეს 5 მეტრიანი მაკედონური სარისა და ცალი რანაირად ატარებენ 5 მეტრიანი შუბი? შენიერი შეკითხვა გიორგი. ხო, ფიზიკა გჭირდება ახლა ერთი ხელით როგორ შეიძლება ახლა 5 მეტრიანი შუბით ჯერის ატარო და მერე კიდე მე საბრძოლო დანიშნულებით გამოვიდა. ფილიპემ გააკეთა ნოვაცია ფარის ჯერ. აქამდე როგორ იყო? ბერძნული ფარი ვიცით, რგვალი ფარი იყო, გაცლებთ უფრო ფილიპემ დააპატარავა ფარები, მაკედონელებს უფრო პატარა ფარები ჰქონდათ. რატომ? იმიტომ რომ ახლო ბრძოლაში არ შედიოდნენ ფალანგიტები. ხედავთ ხო, ისეთი გრძელი იყო ეს შუბები და ისეთი ჯაგარი იყო. ახლოს ვერ მიდიოდა. ახლოს ვერ მოდიოდა, ვერავინ ვერ ეკარებოდა რა. თქვათ პირველი შუბების რიგს თუ გამოივლიდი პირველი რიგი, იქ მეორე დაგხვდებოდა, მესამე დაგხვდებოდა, შეუძლებელი კონტაქტში ვერ შედიოდი. ფალანგიტებს ეძახოდნენ თვითონ ფალანგის მეომრებს, ხო? მან გააკეთა ფარის რეფორმა, როგორ ვთქვათ ხას. აქამდე ბერძნებს ხელით ეჭირათ ფარი. მუშტში ჰქონდათ მოქცეული სამკლაური. ფილიპემ ორი გაუკეთა და ეს ხელი ანუ იყო რა ქვია მაჯით ეჭირათ და ეს ხელი თვითონ ტევანი თავისუფალი იყო. აჰა. და ორი ხელით ეჭირათ შუბი. თან დამატებით რომ ფარი არ დაეკარგათ, დაკიდებულიც ჰქონდათ, ფარი ჩამოკიდებული ჰქონდათ მხარი იღლივ. ამიტომ ორი ხელით ეჭირათ ეს სარისები. სარისა არის შუბი და თვითონ ფალანგიტებს კი და შუბოსნებს ეძახოდნენ სარისაფორები. ხოლო ეს იყო რა დაუნდობელი, ჯერ დასანახავად იყო ისეთი რომ მორალურად აბნევდა მტერს, ახლა 1 კილომეტრი რომ მოდის ეს მანქანა ერთი სხეულ, ჯერ როგორ უნდა გაეწვრთნა გიორგი. ეს ურთულესი სისტემა ფალანგა. ეს სამხედრო წყობა არის რთული სისტემა და ახლა ამას უნდა დაწვრთნა. ახლა მთიელი მაკედონელები ასეთი გაწვრთნა, წლები დაჭირდა. მაგრამ დაუნდობელი დისციპლინა ჰქონდა. მაგალითად აკრძალა ბანაკებში ქალებს მოყვანა, კურტიზანებს. აი მე ჩვენ ქერონიას ბრძოლაზე ვისაუბრეთ, ქერონიასთან ორი უმაღლესი დონის ოფიცერი გადააყენა, რატომ? იმიტომ რომ არფაზე დამკვრელი ქალები უპოვა იმაში, რა ქვია, კარავში ერთობოდნენ ბიჯები. ქალები აკრძალა ჯარში. საერთოდ ყველა დიდი რეფორმა ჯარს ყოველთვის მოსდევს რაღაცა ნაწილი ქალების. ახლა მამაკაცების ამხელა მასა რო არის, რაღაცა დასვენენ, ახლა ეს ბუნებრივი, ბიოლოგიური და ლამის ზოოლოგიური მოთხოვნილება, ხო და ყველა დიდი სარდალი, ვინც კი იცის მსოფლიოს ისტორია, პირველი რასაც აკეთებდა, ქალებს გრძალავდა ბანაკებში. და მე რა იყო? ფილიპეს არმიაში ფასდებოდა არა წარმომავლობა, არამედ სიმამაც და დისციპლინა. ამიტომ ნებისმიერ მაკედონელ გლეხს შეიძლებოდა გამხდარიყო ტაქსისის მეთაური, ხილიარხი, ციხიონის მეთაური, სოციალური კიბე. აბარა. საერთოდ სამხედრო ლიფტი, სოციალური ლიფტი ყველაზე ეფექტურია. ყველაზე მარტივია, ყველაზე ეფექტური და შენ წარმოიდგინე ყველაზე სამართლიანი და ღირსეული. სამხედრო მერიტოკრატია. რა თქმა უნდა. ხო, სამხედრო ელიტები ძალიან დიდ როლს თამაშობდნენ და ახლაც თამაშობენ, ახლა ერდოგანის შეერთებული შტატების კონგრესის სენატის თუ ერდოგანამდე სამხედროები მართავდნენ. ათათურქის მიერ შექმნილი თურქული რესპუბლიკა რაზე იდგა? ოფიცრობაზე, სამხედრო ოფიცრობა, თვითონ შემქმნელები ათათურქის ოფიცერი იყო, გალიპოლისის გმირი იყო, ხო?
ხო და ამიტომ ნებისმიერ მაკედონელმა იცოდა რომ ნებისმიერ ადგილზე სადაც სიმამაცეს დისციპლინას გამოავლენ და მან იცოდა რომ მეფე მას დააჯილდოება ფილიპე აფასებდა სიმამაცეს აფასებდა დისციპლინას აფასებდა შეუპოვრობას მაგრამ წვრთნა ჰქონდა ჯოჯოხეთური თებზე გადასვლა ზამთარში სიარული ფილიპე იყო პირველი სარდალი რომელიც რაც დაფიქსირებულია თუმცა ერთი ცნობა არის რომ კლეონ ბროტე მილაშქრა ერთხელ ზამთარში მაგრამ გაბრუნდა აი თებესთან როცა მაგრამ ის იყო შემთხვევითო ფილიპე ზამთარში წაუმებდა ჯარს საერთოდ საომარი დრო როდის არის ადრეულ გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე იმიტომ ზამთარში მე უნდა დაისვენო და ხა ჯარს არ აქვს ეს ზამთარშიც კი ავარჯიშებდა და აუმებდა არავინ არ იყო დაცული რომ ფილიპე ზამთარში არ დაადგებოდა თავს თავისი ფალანგით და თავისი აგემით და არგირასპიდებით და ჰიპასპისტებით და ასე შემდეგ ხო ამიტომ ხო თებეში გააგზავნა მოთხოვნა თებე ნომინალურად მისი მოკავშირეა და თებეს მოთხოვა რომ გზა მოთხოვა გამატარეთ ათენისკენ ხონერთ ვერ მოხდება ათენში ჯერ ბეუტია უნდა გაიაროს პირობა ასეთია უკეთესი იქნება თუ მოკავშირეობას გავაგრძელებთ და გამოვყვებით ათენის წინააღმდეგ ნუ თუ ახლა ათენთან ომი არ გინდათ მაშინ უბრალოდ გამატარეთ რა ელჩები გააგზავნა მაგრამ ათენში ატყდა პანიკა ფილიპე მოდის თან მოდის ათენზე გაცხადებულად ათენში სახალხო კრებამ ეკლესიამ ელჩობის უფლებამოსილო მიანიჭა დემოსთენეს და გაუშვეს თებეში აქ მიდის კონკურენცია თებების მხარეზე აღმოჩნდება იმიტომ თებე ძლიერი ქალაქია სახელოვანი ისტორია აქვს ჯერ ეპამინონდეს დიდი გამარჯვებები მივიწყებული არ არის ახსოვს მთელ საბერძნეთს ამიტომ თებე ვისკენ იქნება მაკედონელებისკენ ფილიპესკენ თუ ათენისკენ ამიტომ ყველაზე მაგარი მოლაპარაკე გაუშვეს ათენელებმა ესაჟ დემოსთენე და რო ჩავიდა თებეში დემოსთენე იქ მაკედონელი ელჩები დახვდა ფილიპეს ელჩები სოთეშორის ასეთ სიტუაცია მოხდა როცა მარდონიოსმა გაუგზავნა ელჩები ათენელებს ხო გახსოვთ რომ გადმოდით ჩემ მხარეს და მაშინ ჩავიდა სპარტის ელჩები და ორივე მხრის ელჩები გამოვიდნენ სახალხო ასე მოხდა დემოსთენე გამოვიდა იქ თებეში სახალხო კრებაზე და მიმართა თებელებს ახ ტექსტი არ ვიცით ჩვენ რა ელაპარაკა მაგრამ ფაქტია მან შეუძლებელი შეძლო თებე გადმოიყვანა ათენის მხარეს რაღაცა ირიბი ცნობები არის რომ ისეთი სიტყვა თქვაო რომ თებელებსო თავისი უარყოფითი თვისებები დაავიწყა და ღირსებები გაახსენა თებემ გამოაცხადა რომ ათენთან კრავს კავშირს თან ახლა ეს ძალიან რთული შესასრულებელი იყო იმიტომ რომ თებე და ათენი კი ხანდახან მოკავშირეობდნენ მაგრამ როგორ წესინტრები იყვნენ ერთმანეთს მაგრამ დემოსთენემ სასწაული მოახდინა თებელები თანხმობა განაცხადეს რომ ათენის მხარეზე იომებენ ფილიპეს წინააღმდეგ ოღონდ პირობები დაუყენეს ათენელებს პირველი სარდალი უნდა იყოს ჩვენ ათენელები დაეთანხმენ და თეოგენე დაინიშნა მოკავშირეთა სარდლად მეორე ხარჯი უნდა გაიღოთ თქვენ ათენელებმა ომის ხარჯი დაეთანხმა დემოსთენე მესამე არასოდეს მომავალში ათენი აღარ უნდა ჩაერიოს ბეოტიის კავშირის საქმეებში თუ ათენს უერეოდა პლატეის თემა და ამბები ხო გვახსოვს ჩვენ არასოდეს ათენი ბეოტიის კავშირის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს და კიდევ თებედან გაქცეული პოლიტიკური დევნილები აღარ უნდა მიიღოს დაეთანხმა
სხვა გზა არ აქვთ ათენელებს. სარდლობის თემაზე მე მაქვს ჩემი მოსაზრება. ეს იყო სტრატეგიული შეცდომა ბერძნების თეოგენე რო დანიშნეს, იმიტომ რომ მაშინ იყო ერთი კაცი, რომელსაც შეეძლო ფილიპესთვის წინააღმდეგობის გაწევა, როგორც სარდალს, ასეთი იყო ფოკიონი, ათენელი სარდალი. მაგრამ არა მარტო გაერთიანებული ჯარების მეთაურად, არამედ ათენელების ჯარების სტრატეგოსათაც არ არის ამ ბრძოლაში. რატომ მოხდა ესა უცნობია თვითონ, ახლა ფოკიონი ისეთი პატრიოტი იყო, ის თავს აი ფოკიონმა გადაარჩინა მაგალითად ბიზანტიონი, ხო გახსოვთ, როცა ფილიპეს ალყის ქვეშ იყო. ფოკიონი ჩავიდა და იმან გადაარჩინა. ეს ფანტასტიკური კაცი იყო, სხვათა შორის. დრო არ აგვაქვს, თორე მე რომ მკითხოთ, ახლა აი ჩემში ძველ საბერძნეთში ერთ-ერთი ადამიანი, ვინც აი სიმპათიებს იწვევს, აი უზადო, უაპელაციო პატრიოტი თავისი ქვეყნის და ქალაქის, ეს არის ფოკიონი. რა თქვა, სხვათა შორის ზომიერი მაკედონური პარტიის წარმომადგენელი. არ იყო ანტიმაკედონელი არ იყო, დემოსთენეს ბანაკში არ იყო. მასაც ეს იდეა პოპულარული იყო, რომ იქნებ ვინმე ჩავიყენოთ სათავეში, რომ სპარსელებმა კიდე არ გადავკლაპოს. ამიტომ თეოგენე არის სარდალი, ათენელებს ორი სარდალი ყავთ, ქარესი და ლისიკლე. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. კიდე დაემატნენ მოკავშირეები, იმიტომ რომ საბერძნეთს ეშინია თავისუფლებს და მეგარა, კორინთო, ევბეის ქალკიდა. იმიტომ რომ ქალკედონი არის პროპონდიდაში. ქალკიდიკის კავშირი ვიცით ჩვენ და კიდე ევბეაზე იყო ქალკიდა. ქალაქი ხოთეშვილი ძალიან სახელოვანი ქალაქი იყო. გარდა ამისა დაემატა აქეა, არ ჩანს ამ რუკაზე, დაემატა აკარნანია და დაემატა ტრეზენი, არც ტრეზენი წერია. ტრეზენი გახსოვთ, ესა პელოპონოსური ქალაქი. ათენთან ძალიან ისეთი ყოველთვის თბილი და მეგობრული ურთიერთობა. აი როცა გაიქცნენ ქსერქსე რო შევიდა ათენში მოსახლეობა რო გახიზნეს. ათენელა ცოლშვილი, მაშინ სალამინზე, ეგინაზე და ტრეზენელებმა უთხრეს, რომ ჩამოიყვანეთ ჩვენთან. და მაშინ ძალიან ბევრი ათენელი ქალი და ბავშვი გადაარჩა. ესენი შეუერთდნენ. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი შუა საბერძნეთი და პელოპონესის მნიშვნელოვანი ნაწილი გაერთიანდა ფილიპეს წინააღმდეგ. ერთი შეკითხვა მაქვს მე თვითონ. სპარტა სად არის? აი კითხვა მისვლა. რაჯველმა გურულს დაგასცა. ხო. არა, ვიდრე წინა გადაცემის თუ ვიყიდე. მაგრამ გეტყობოდა, ხო. გეტყობოდა რომ აპირებდი უკვე ამას. ხდება ხოლმე რომ გურულს რაჯველი რაღაცას წინა გადაცემაში დაგასცა. კი. სადაა სპარტა, ხო? საინტერესოა. კი, ახლა ვეღარ გასწორდა ხერხემალში გადაამსხვრია ეპამინონდემ ლევკტრასთან და მანტინიასთან, მაგრამ ნუ სპარტა ავტორიტეტი მაინც გვიან კვდება გიორგი. ხო, ხშირად ხდება ხოლმე. სად არის სპარტა?
სპარტაში ამ დროს მეფობს ორი მეფე. აგიადების გვარიდან არის არქიდამე მესამე. არა, ევრიპონტიდია, ხოლო აგიადებიდან არის კლეომენე. ეს არქიდამე ვისი შვილია, იცით, აი მის აგესილაეს კოჭილი მეფეს, სპარსელები რომ მილეწმოვლეწა და მე ლაშქრობას რო აპირებდა და მე რო იხუმრა რომ მეფის მშვილდოსნებმა დამამარცხეს, სპარტაში რო გამოიძახა, კორინთოს ომი ვინც მოიგო. აგესილაე, მოდი აგესილაეთი დავიწყებ. რა დაემართა აგესილაეს, აგესილაე მაგარი კაცი იყო, სხვათა შორის ერთ-ერთი მომხრე იყო სპარსეთზე ლაშქრობის. ანუ ფილიპეს წინამორბედი იყო. კიმონის თანამოაზრე იყო, თქვათ, აი მათი ვისაც სპარსეთზე უნდა ლაშქრობა, ხო? აგესილაეს როცა დამარცხდნენ თებელებთან მაშინ ლევკტრაში რო დამარცხდნენ მერზავი რო დაიდო აგესილაე წავიდა ოქირავნეთ. ამ დროს ეგვიპტეში ხდება საინტერესო ამბავი. ეგვიპტე ხო სულ ჯანმრთელობდა სპარსეთს წინააღმდეგ. აი ამბოხებით დაფეხმძიმებული ქვეყანა იყო ეგვიპტე. ასეთი იყო ბაბილონიაც, მაგრამ ბაბილონელები გატეხეს რა. ატეხეს დაიბარა. ეგვიპტეს ვერ იმორჩილებენ რა. სულ ჯანმრთელდნენ და ეგვიპტე ის პერიოდი რო აჯანყებულია და ახალი დინასტია ყავთ. ნექტარნები პირველი. 30-ე დინასტია თორცდა. მაგრამ ის ნექტარნები რომ მოგდა ტახოსი ადის ტახტს. ასეთი კაცი ტახოსმა თხოვა აგესილაეს რომ მომეხმარა. სპარსელების წინააღმდეგ. თან სპარსელების შიში კი არ აქვთ. იქეთ აპირებენ შეტევაზე გადასვლას და სირიის და ფინიკიის წართმევას აპირებენ სპარსელები დასუსტდა სპარსეთი. არა მარტო ეგვიპტის დაბრუნება კი არა, შენარჩუნებაზე არის უკვე საუბარი. ტახოსის თხოვნით ჩავიდა იქა. 1000 პელოპონესელი მოქირავნე წაიყვანა. აქ კიდე ათენელებიც არიან. საბოლოო ჯამში ამ ტახოსის არმია 80,000 ეგვიპტელი არის. 11,000 ბერძენი მოქირავნე. ესე ბერძნები მოდებული არის ამ მთელ მსოფლიოს. როგორც მოქირავნე მეომრები. აგესილაე უდგას სათავეში ამ ბერძნების ჯარს და ნუ გადამწყვეტი ძალა ეს არის. ხო და იწყებენ სირიაში ლაშქრობას საკმაოდ წარმატებით და ფინიკიაში, მაგრამ იმ ტახოსაერია სიტუაცია. ისი ძმისშვილია თუ ბიძაშვილია, ბოლომდე ცნობილი არ არის, მას აუჯანყდა ისივე ოჯახიდან სარდლად წასული ნექტანები. ნექტანები აუჯანყდა და ნექტანებმა შეკრა კავშირი ბერძნებთან. და აგესილაე სხვათა შორის აგესილაემ ეფორებს გამოუგზავნა შეკითხვა რა ვქნაო, ასე მთავაზობს ეს აჯანყებასო და უფრო მეტ ფულს მთავაზობს. იქ ფულისთვისაა წასული სპარტაში ფული ჩაიტანოს, რომ მოძლიერდნენ. ხო? ოქრო ჩაიტანოს, ხო და ეფორებმა მიცეს უფლება, რომ შენ თვითონ როგორც გადაწყვიტავ ისე მოიქეციო და გადავიდა ამ ნექტანების მხარეზე და ამ ნექტანებმა დაამხო ის ტახოს. ავიდა ტახტზე როგორც ნექტანებ მეორე. და მართლაც დიდი ჯილდო მიცა. აგესილაეს წამოვიდა. სპარსეთის ლაშქრობა არ გაუგზავნებიათ. დაამარცხეს სპარსელები. სირია ფინიკია წაართვეს, თუმცა დროებით. ამოვიდა დატვირთული მეთი ნადავლითაც და პრიზითაც და ჯილდოც. 85 წლისა. 85 წლის სარდლობს ლაშქრობაში. მაგარი კაცია. რანაირად ახერხებდა? ამოვიდა გემებიც, ამოვიდა, მაგრამ გზაში ამოვარდა ქარიშხალი და ლიბიის სანაპიროზე გარიყა. იქ მოკვდა. სპარტელებმა თაფლში და ცვილში ჩააწვინეს მისი სხეული, რო არ გახრწნილიყო და
სპარტაში გადმოასვენეს რა. ის ქონება ჩამოიტანეს, მაგრამ ეს დიდი მეფე და დიდი მეომარი აგესილა სპარსელების რისხვა. ჩამოასვენეს. მოვიდა ტახტზე მისი შვილი არქიდამე. არქიდამე მესამე, რომელიც თავიდან ამ ფილიპეს ანტიკოალიციაში იყო და როცა პირველად თერმოპილე ჩაკეტეს ათენელებმა, სპარტელებმა და აქეელებმა, როცა ფილიპეს პირველად უნდა შემოჭრა, ჩაუკეტეს თერმოპილე, იქ იყო, მაგრამ მე იტალიიდან მოვიდა წინაწიარდება. არქიდამეს ქალაქი ტარენტი. ბერძნული ქალაქი სახელმწიფო ტარანტო. ქართულად რა ვიცი და ტარენტუმი ლათინურად დიდი ქალაქი იყო. ეს მე მოგვიანებით გამოჩნდება კიდე როცა ჩვენ ამაზე პიროს დიდზე გვექნება პიროს ეპირის მეფეს, მოლოსების მეფეზე ხო გვიან ალექსანდრის შემდეგ. ტარენტმა თხოვნა გამოუგო ტარენტი იყო სპარტელების კოლონია. ხო და იმათ ავიწროებენ იტალიკური ტომი ლუკანები. ტარენტმა თხოვნა გამოუგზავნა სპარტას რომ მოეხმარეთ გვიშველეთ და ეს არქიდამე ჯარით წავიდა იქ. ამ ლუკანებთან ომობს იქ. რაც შეუძლია. ანუ არ არის. ერთი მეფე არ არის. მეორე მეფე არის კლეომენე. აგიადების დინასტიიდან ის ევრიპონტიდია. მაგრამ სპარტაში ხო როგორ წესია, ერთი მეფე თუ სადღაცაა წასული, მეორე სპარტა არ უნდა დატოვოს. და სპარტელები არ მონაწილეობენ ამ კოალიციაში. რაღაცა არ მოწონთ. თუმცა იციან, რომ ფილიპესთვის მტრები არიან. ნუ საბოლოო ჯამში 338 წლის აგვისტო დადგა და ფილიპე შემოვიდა ბეუტიაში, გამოარღვია ეს თერმოპილე. შემოვიდა ბეუტიაში, თებელებზე არის ატუღებული. ოფი გუშინდელი მოკავშირეები მტრებად იქცნა. და გამოიარა და შემოვიდა ქალაქი ქერონეა, არის ასეთი ქერონეას ბრძოლა მე მგონი აწერია 338 აგერ არის. ხო, ქერონეას ველზე გამოვიდა მაკედონური არმია და აქ დახვდნენ ბერძნები მოკავშირეები. სამხედრო ძალები როგორი არის, ახლა სხვადასხვა მონაცემებია, მაგრამ თანამედროვე ისტორიკოსები გამორიცხვის მეთოდით შეთანხმებენ და მე ამ შეთანხმებას ხარს უჭერ, ახლა მე არ მიკვლევია ცალკე ესა. როგორი რაოდენობა თითქმის თანაზომადი ძალა 32,000 არიან მაკედონელები და 35,000 არიან ბერძნები. თანაზომადი ძალა. თიაგენე, ქარესი და ლისიკლე არიან იმათი სარდლები ბერძნების და აქეთ არის ფილიპე, მაგრამ საინტერესო რა არის. თავარ ფლანგზე ანუ მარცხენა ფლანგზე მან დააყენა თავისი შვილი ალექსანდრე 18 წლის. შემოდის უკვე. გამოჩნდა ალექსანდრე. ო შემოგრიალდა უკვე ალექსანდრე. 18 წლის ბიჭია პირდიტულად. სხვათაშორის წვერის სპარსვა კაცობრიობას დააწყებია ალექსანდრე. ეს მოდა ალექსანდრემ შემოიტანა. ჩვენ ახლა ვინ წვერს ვიპარსავთ, ეს არის ალექსანდრეს მიმდევრები ვართ ჩვენ. ამიტომ ბერძნებს წვერი ქონდა. და ყველა ხალხს სხვათაშორის. სპარსელებს ეს დააწყებინა, მაგრამ მე ისე სპარსელები რა ვიცი, ახლა სპარსელებს ვერ დააწყებია, დღესაც არ იპარსავენ წვერს. თუმცა არის. ეჭვმაკ სანამ ალექსანდრე იყო იქ იპარსავდნენ ისინი. ხო. არავის არაფერს არ აძალებდა ის თვითონ სპარსული დასაწყელი დადიოდა მე. ჩავიდა მეფე გახდა ის სპარსული სახელმწიფო სისტემა არ გამოცვალა, იმიტომ ყველაზე ეფექტური იმპერიის სამართავად სპარსული სახელმწიფო სისტემა ჯობდა ყველას რა. მაგრამ მას თავი დავანებდა. ხო და ალექსანდრე უკვე ერთ-ერთ სარდლად ფიგურირებს მარცხენა ფლანგს სარდლობს მაკედონელებს. და ამას არის 18 წლის. ხო, ახლა როგორ არის? 18 წლის ბიჭია.
მარჯვენა ფლანგზე როგორც ბერძნული წესი იყო დადგნენ ყველაზე ძლიერები ესენი თებელები. თებელები ჯობნიან ათენელებს და მათ ავანგარდში დგას ეს წმინდა რაზმი. ახლა ის შემადგენლობა არ არის, მაგრამ წმინდა რაზმი მე გახდა ელიტური შენაერთი რა. ანუ ყველაზე მაგრები თებელები მარჯვნივ დგან. მას დაუპირისპირდა ალექსანდრე. ანუ თებელები არიან მარჯვენა ფრთაზე და ალექსანდრე არის მაკედონელების მარცხენა ფლანგს. რა შეეხება თებელებისა, ბერძნების მარცხენა ფლანგზე დგანან ათენელები და მათ წინააღმდეგ დგას ფილიპე. ხოლო ცენტრში არიან მოკავშირეები, მეგარელები, ქალკიდელები, აგარნანიელები და ასე შემდეგ, ვინც არის დანარჩენი კორინთელები და ასე შემდეგ. ბერძნები უფრო მეტი არიან. საქმე ის არის, რომ ფილიპე მაგ გამოიყენა ის ირიბი, ანუ მრუდეწყობა. ანუ გაღუნული ფორმაციით შეუტია. ჯერ თვითონ დაიწყო და ეს რას იწვევს, როცა შენ დიაგონალური რიგი თუ შენ აიძულებ მტერს, რომ თავის რიგები დაეშალოს და ფილიპემ დაიწყო ბრძოლა. თავის ფლანგზე მას ახლავს აგემა, სამეფო გვარდია და ეგრეთ წოდებული ჰიპასპისტები. ჰიპასპისტები არიან ქვეითი გვარდიელები და ფალანგა ცენტრში. დაიწყეს ბრძოლა, ათენელებს დაეტაკა ფილიპე. ათენელები იბრძვიან ორივე მხარე წარმოუდგენელი სიმამაცით. ახლა ფილიპე რატო იბრძვის, მის მოტივაცია რა არის, რომ თავისი გეგმის პირველი ნაწილი ბარბაროსები შესრულებულია და ელადა უნდა შესრულდეს, ანუ საბერძნეთი უნდა შესრულდეს და მერე სპარსეთი იწყება. ანუ მოტივაცია მაღალი აქვს. მაგრამ ბერძნები იბრძვიან თავისუფლებისთვის, ელევთერიისთვის. მარადიული თავისუფლებისთვის, არასოდეს მანამდე ისინი არავის არ ემორჩილებოდნენ, მათთვის უცხოა მორჩილება. უცხო ტომელის და მაინც ფილიპეს უცხო ტომელად თვლიდნენ, ბარბაროსი მეფე, ის კაცი, ასე ეძახოდა. დემოსთენეს სახელს არ ამბობდა, ის კაცი, ასე ეძახოდა. სხვათა შორის დემოსთენე და დემადე ერთი ანტიმაკედონური პარტიის ლიდერი და მეორე მაკედონური პარტიის ლიდერი ჩვეულებრივი მეომრები არიან, ჰოპლიტები არიან ჩვეულებრივი, ომობენ. ათენელებსა და ფილიპეს ფლანგ შორის დიდი ბრძოლა დაიწყო და მაკედონელებმა დაიწყეს უკან დახევა. ახლა ბევრი თვლის, რომ ათენელებმა შეავიწროეს, მაგრამ არა გავს ამას, ეს იყო ტაქტიკური სროლა. ფილიპემ დაიწყო უკან დახევა, ესენი მიყვნენ და აერიათ იმათ რიგები. ბერძნებს. ზოგადად ბერძნებს. ათენელები წინ გაიწიენ და დანარჩენები დარჩნენ უკან, ხო? და ამ დროს ხდება გალამწყვეტი მომენტი, ხდება ალექსანდრე, რომელიც მარცხენა ფლანგზე დგას და თებელების წინააღმდეგ იბრძვის, ამ ჰეტერებით, ამ მძიმედ შეჭურვილი მაკედონური და თესალიური კავალერია თავს ესხმის თებელებს რა და სასტიკი ბრძოლა მიდის. არც ერთ თებელს ფეხი არ მოუწვია, ყველა დაიღუპა. აი და ის წმინდა რაზმი ერთი კაცი არ დარჩა ცოცხალი. და მე ეპამინონდას ჩაქუჩი. ის ჩაქუჩის თავი მოbrunდა ჯერ ცენტრში ეს მოკავშირეები დაფანტეს და ათენელებს ზურგინდა დაესხნენ და დაამარცხეს ბერძნები. ბერძნები დაამარცხენ. ძალიან მაგრათიომეს, მაგრამ დაამარცხენ. ვერც ფალანგას გაუძლეს, რკინის დისციპლინა ჰქონდა ფილიპეს. მაკედონური არმია ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი პროფესიონალური არმია მსოფლიოს ისტორიაში. რას ნიშნავს პროფესიონალური არმია? ერთ-ერთი შემადგენელი ცით რა იარაღს თვითონ არ ყიდულობს, სახელმწიფო აძლევს. ეს ფილიპემ ქნა. ამდე ყველა თვითონ შოულობს. და ეს იარაღი სტანდარტიზებული აბსოლუტურად და უნიფიცირებული. ყველა შუბი 5 მეტრი იყო, ყველა ფარი ერთი ზომის იყო. და ყველა აბჯარი ერთნაირი იყო, ყველა მეომარი ერთ საჭმელს ჭამდა.
ბატონო? ამ აღჭურვილობით წვრთნისთან კონკრეტული ნახაზების მიხედვით. აბარა. ესეც პროფესიული არმიის მახასიათებელი. რეგულარული არმია ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ, რომ ეს არის მაკედონური ფალანგა, პირველი ფილიპეს არმია. გაიმარჯვეს. სხვერპლი დიდი იყო. ну ბერძნებში რა თქმა უნდა უფრო გაქცევის დროს ხდება ეს. განსაკუთრებით დაზარალდნენ თებელებიც და ათენელები ბევრი დაიღუპა. ну ტყვეთაც ბევრი ჩავარდა. ტყვეთ ჩავარდა დემადე ეს მაკედონური პარტიის ლიდერი. ტყვეთ აიყვანეს. ფილიპე აჯუაზე შემცდარი სიხარულისგან, რომ ბერძნები დაამარცხა. პრობლემა მოხსნა. თან კოალიციური ბერძნული ჯარი დაამარცხა. აწი ვინღა უნდა გაბედოს რამე. ო, ელადა ჩემია უკვე. ამე დათურა. სიმთვრალე უყვარდა. და ეტლეთი დაჯირითობს ამ ბერძნების გვამებზე და სეიმობს ფილიპე. ხო ვითომ ბერძნობს და მაგრამ დათვრა და გამარჯვების გამო მაკედონელია ის რომ ამბობდნენ რომ ფარისევლები არიან და რა ის ბერძნები მაგენია გამოჩნდა რა ველურია გამოვარდა რა დაჯირითობს რა დემადე მტყვეები ხომ მიყავთ პორკილდადებული არც გვამებს იღებს არაფერს არ იღებს ზეიმობს ამე უკდრებზე დაჯირითობს ამ ეტლით რა ჭკუიდან არის გადასული ფილიპე ეს დემადე ეს ათენელი ტყვეები რომ დემადემ დაინახა პორკილდადებულმა მისმა მომხრე ათენში საერთოდ ფულსაც უხდიდა ამ დემადეს ტყვეთქმნილმა დემადემ უყურა ამ ფილიპეს უყურა ჩამოიქროლა დემადემ მიაძახა რა რომ მეფეო შენ ბედისწერამ აგამემნონის როლი გარგუნა ხოლო თერსიტესავით იქცევი რას ნიშნავს ახლა ეს აგამემნონი ვიცი ტროას ომის დროს ბერძნების კოალიციური ჯარის მეთაური ანუ აგამემნონმა თავი მოუყარა პირველად ბერძნებს ტროას წინააღმდეგ თავარი მეფეა ხო მიკენის მეფე აგამემნონის როლი მოგცა შენ ბედისწერა და თერსიტესავით იქცევი ახლა თერსიტე ვინ არის ტროას ომის დროს ბერძნებს ყველაზე უარყოფითი გმირი დავარქვათ ასე არის თერსიტე ისე იმდენად უარყოფითი გმირია რომ გარდა მისი ქცევები მისი გარეგნობაც კი არის მახინჯი არის კოჭლი არის კუზიანი არის ბოროტი, არის მხდალი, არის ჭორიკანა. საყოველთაო, აი ბერძნებში თერსიტეს რო შეგადარებენ, ან ის კაცი უნდა მოკლა, ან შენ უნდა მოიგლა თავი. ახლა ეს თერსიტე რითი არის? ნუ თერსიტე მოკლა აქილევსმა. ტროელების მხარეზე იბრძოდნენ ამორძალები. პენთესილეა იყო ამორძალების დედოფალი. და აქილევსმა მოკლა ურთაბრძოლაში პენთესილეა. ამ თერსიტემ დასცინა და შეურაცხო მისი გვამი. დამარცხებული დედოფლის. ეს ვერ მოითმინა აქილევსმა მოკლა თერსიტე. ანუ მტრის გვამის შეურაცხყოფა არაპატია, იმიტომ რომ იმათმა იომეს მაგრათ რა, ქალმა და კაცმა მაგრათ იომეს. აქილევსმა დასაჯეს სიკვდილით და თერსიტე შეადარა. გაგიჟდა, იმ წუთშივე გამოფხიზლდა. აი ამ სიტყვას რა ძალა აქვს, ხო? აგამემნონი ხარ და თერსიტესავით იქცევ. რას გავხარ? რას დაემსგავსე? შენ ხარ ბერძნების ჰეგემონი. შენ უნდა ილაშქრო სპარსეთზე. კაცი არა ხარ. ამ დახოცილ ბერძნების გვამებზე დაკრეხა მტრალი, გახეთქილი. თან ბერძნებში სიმთვრალე სირცხვილად ითვლებოდა.
ტროას ომის დროს ახლა ერთმანეთს ეკიშპებოდნენ ძალიან აგამემნონი და აქილევსი. და ერთხელ იჩხუბეს, ბევრჯერ იჩხუბეს, მაგრამ ერთხელ ჩხუბის დროს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მიაყენა აქილევსმა აგამემნონს. ოინობარეს ასე დაუძახა, ნუ ღვინით დამძიმვა ლოთო დაუძახა. ფილიპე გამოფხიზლდა, მაშინვე ჭკუაზე მოვიდა, გაანთავისუფლა ათენელები. დემადეც გაანთავისუფლა. ახალი ტანსაცმელი ჩააცვა. და ეს დაღუპულები აკრიფა ათენში გაატანა. გაანთავისუფლა. გამოფხიზლდა. არ უნდა თერსიდეობა. აგამემნონობა უნდა. ხო არია რაღაცა ადამიანური სისუსტეები და სიტყვის ძალა. გამოაგზავნა ათენში. გამოუშვა, მაგრამ თებელებს მოექცა ძალიან ცუდად. თებე არ დაინდო. შევიდა ჯარით თებეში, თებემ ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა. კადმეა დაიკავა. აკროპოლის თებეს. სადაც ადრე სპარტელები იყვნენ გამაგრებულები. გაუქმა ყველაფერი. დაიწყო ტერორი თებელი პატრიოტების. ვიღაცებ დახოცა იქ. ყველა არა, რა თქმა უნდა, მაგრამ პოლიტიკური ტერორი დაიწყო. რაც მთავარია, თებეს თავისუფლება გააუქმა. თებე აღარ არის ცალკე პოლისი. თებე არის მაკედონიის ქალაქი, სადაც დგას მაკედონური გარნიზონი. თებე დაისაჯა ძალიან. საერთოდ დემოსთენემ დააღუპა თებე. დემოსთენეს სიტყვა. ნუ არ ვიცი, ხო, შეიძლება, თუმცა თებეს არ ვიცით, ახლა მე როგორ განვითარდება, თებეს მაინც დასჯიდნენ. თებე არ იყო პოპულარული. მაგრამ მოკავშირე სანამ იყო, იცი როგორ ახლა ის თებეს ჰეგემონია, ის თებელების დამსახურება, ის ეპამინონდეს და პელოპიდეს ის პერსონალური ჰეგემონია იყო და არა თებეს. თებე არ უყვარდათ, იმიტომ თებელები სპარსელებთან ომის დროს მტრის მხარეზე იყო. მაგრამ თავად ფილიპე რადგან მოკავშირე თვლიდა დაცლობის ხარისხი. იცი როგორ არის დღეს მოკავშირეა, ხვალე არ იქნება მოკავშირე. რამდენი ვიცით, ეს გადასვლა გადმოსვლები. მარტო ბერძნების ისტორიაში კი საერთოდ ზოგადად ისტორია. მოკავშირე ისეთ პირობით მცნება, ერთგული მოკავშირე ხა. ჩვენ თუ დაუკვირდებით, აქ არის ისა მაგალითად სპარტა და ტეგეა. სულ მოკავშირეები არიან. სპარტა და კორინთოც არა. მაგრამ ათენი და პლატეა. მაგრამ ასეთი გადამული ძმაკაცობა არ იყო რა. არ იყო, ხა უმეტესილად შეიძლება შენ მოკავშირე ყოფილიყო, მაგრამ ხვალე თუ კისერს მოიტეხავდნენ, მტრის მხარეზე იყავ. ესე არ იყო პელოპონესის ომის მეორე ეტაპზე, იმის დეკელეის ომის მთელი იონია გადავიდა კაცო, სპარტელების და ქალკიდიკა გადავიდა და ყველაფერი, ხო. სისუსტე არ უყვარს, არავის, განსაკუთრებით მოკავშირეებს არ უყვარს სისუსტე. შენი სისუსტე. აფერი არ იცვლება, გიორგი რა. ტექნოლოგიები ვითომ ვითარდება. ვითომს იმიტომ ამბობ, იმიტომ ახლა რასაც ძველი ბერძნები აშენებდნენ, თანამედროვე კაცობრიობა იმას ვერ აშენებს. ხო. ნუ მოხდა ასეთი ამბავი, თებე დაისაჯა. ათენშია პანიკა. მოდის. მაკედონელი ბარბაროსი მეფე მოდის. ის კაცი მოდის. ათენს მოთხრეს. ჩვენ არ დავგვტოვებს. აბსოლუტურად მოულოდნელი ამბავი მოდის. ფილიპესგან. გამოაგზავნა ალექსანდრე თავისი შვილი და ანტიპატრე მისი სარდალი. სამი გენერალი ყავს, ბევრი ყავს გენერლები, მაგრამ სამი განსაკუთრებით თავის სიყრმის მეგობრები არიან. ეს არის პარმენიონი, ატალოსი და ანტიპატრე. ანტიპატრე როგორი კაცია, იცი? ფილიპეს აქვს ნათქვა, მე შვიდად მძინავს მაშინ, როცა ანტიპატრე ხიზლობს. მერე ალექსანდრე რო წავა სალაშქროდ. ანტიპატრეს დატოვებს ალექსანდრე მაკედონიაში.
აი როგორი ერთგული საყრდენია. საყრდენი კაცი იყო ანტიპატრე და ალექსანდრე მოდიან ელჩებოდ. ათენელებს ეუბნებიან ფილიპეს მშვიდობა უნდა თქვენთან. თქვენთან მეგობრობა უნდა ფილიპ. როგორ იფიქრეთ რომ ჩვენ ათენზე მოვდივართ. როგორ იფიქრეთ რომ ჩვენ თავს დაგესხმევ. თებე დასაჯელი იყო. აბარა იყო. მაგრამ თქვენ ხო თებე არა ხართ, თქვენ ხო ათენი ხართ. თქვენ ხო პერიკლეს ქალაქი ხართ. და მართლაც აბსოლუტურად სწორია. ათენზე ხელისხლება მისთვის შეიძლება ძალიან მძიმე დამთავრებული იყო. მერე სპარსელები დაძვრებიან ათენში. არა გამორიცხული სპარსული ფლოტი შემოვიდეს. ფილიპე ზღვაზე არ არისო ჩახოთ. ათენური და სპარსული ფლოტი ბოდიში მომითხოვია და შეიძლება მაკედონიაში შემიქმნან პრობლემები ზღვით. და მერე ათენი ჭირდება ფილიპეს, იმიტომ ათენი არის ცენტრი კულტურული, ელადის სკოლა. როგორც პერიკლეს დროს ეძახოდნენ, ათენი რა არის ელადაში, ანუ საბერძნეთის საბერძნეთში. როგორ იფიქრეთ თქვენ, რომ ჩვენ ამას ვაპირებთ. ხო იცით პანიკიდან, ცუდი ამბიდან, კარგ ამბავზე რო გადა ამ პირიქით უცებ იცვლება და ათენში ზეიმი დაიწყო, რომ თურმე ეს კაცი არ გვემტერება ჩვენ. და ბარბაროსი მეფიდან უცებ გახდა ელინთა გამაერთიანებელი. ის კაცი გახდა ელინთა გამაერთიანებელი. ნუ დიდი ამბავი არის ათენში. თან როგორ ეუბნება, რომ თქვენი კუნძულები თქვენ დაგრჩებათ. ხელს არ უახლე, რასლავ როგორ იფიქრეთ ეს ჩემზე? ფილიპეზე მაკედონიის მეფეზე რომ მე ათენს ხელს ვახლებ? ათენი ჭირდებოდა რა. უათენოთ. ეს საქმე არ გამოვიდა. ეს დიდი პროექტი არ შედგებოდა. ათენი არის ავტორიტეტი. მაინც საბერძნეთის გულია, არც სპარტა, არც თებე, ალტერნატივა არ არის ათენს. და ნახეთ რო არ იყო ათენის ალტერნატივა. ხო, მანამდე მოხდა ერთ საინტერესო ამბავი. ისოკრატე იდეოლოგი გახსოვთ თქვენ. ფილიპეს რო წერილებს. როცა ქერონეასში დამარცხდნენ ბერძნები. ისოკრატე მაშინ იყო 98 წლის. მთავარი იდეოლოგი 98 წლის. მე ხო გითხარ რაღაცებს, რომ არა, ადრეც თქვი, რომ დიდხანს ცხოვრობდნენო და ისენ დიდხანს შეადარე. ისენ 98 წლის იყო. აგესილე 85 წლის იყო რომ ომობდა იქ. არა, პარალელებს ავრების შუა საუკუნეების ევროპასთან სააზრო. რა, იქ 40 წლის კაცი უკვე ყვებოდა, ხო. 98 ისოკრატემ რო გაიგო ეს, ისოკრატეს სამყარო დაინგრა. რომ მისი საოცნებო საყვარელი ქალაქი, რომელიც მოკავშირე უნდა ყოფილიყო ფილიპესზე, ანუ ფილიპე უნდა იყოს ჰეგემონი, ვინც სპარსელებს გადაახტევიებს გადასახადს. და ათენის ზღვაზე და ფილიპე ხმელეთზე მთელი მის სამყარო ჩამოინგრა, როცა ეს ორი მისი ოცნება ერთმანეთს დაუპირისპირდა და რა ქნა ხო შიმშილით მოიკლა თავი. არ დაელოდა იმ ელჩებს. რო დაელოდებოდა ხო, ნუ ახლა ფილიპე სრულდება. ფილიპეს ის იყო იდეოლოგიურ მამა იყო რა. ისოკრატემ თავი მოიკლა. 98 წლის კაცი, აი ის დემადე და ეს კინე შპიონები იყვნენ ფულსიხე, მაგრამ ეს ისეთი ტიპი იყო რა. ამას აკვიატება ქონდა. იდეური მომხრე. კაცს ეძებდა ბერძნულ სამყაროს, ჯერ ეგონა რომ არქიდამე. ხო, ამ დღეს ჩვენ ხო ვილაპარაკეთ სპარტის მეფე არქიდამე რო წასულია. ზუსტად ქერონეას ბრძოლის დღეს არქიდამე დაიღუპა იტალიაში, ლუკანებთან ბრძოლაში. მთელი ჯარი გააწყდა იქ, მისი ჯარი და თვითონაც დაეცა იქ, ახლა გამახსენდა. იმიტომ რომ ერთ-ერთი კანდიდატურა ისოკრატესთვის იყო არქიდამე მესამე, რომ ის უნდა ყოფილიყო ჰეგემონი. მაგრამ მერე ფილიპე გამოჩნდა და ფილიპე მოეწონა. აი ფილიპე იზამს საქმეს სპარსელების წინააღმდეგ. ხო და ნუ ათენში ზეიმია. ფილიპეს ბრინჯაოს ძეგლი დაუდგეს აგორასზე. და ფილიპეს და ალექსანდრეს მოქალაქეობა მიცეს ათენეს. ეს დიდი ამბავი, უცხო ამბავია. არავის არ აძლევენ, იონიელებს არ აძლევდნენ თავის დროს.
ფილიპეს ხო, ამ ზავს ქვია დემადეს ფიზიკურად ჩავიდა არ შესულა ათენში. ალექსანდრე და ანტიპატრე შევიდნენ. ამ ზავს ქვია დემადეს ზავი. საერთოდ ვინც დებდა ზავს აქეთა მხრიდან მე იმის სახელსა დემადე მოაწერა ხელი. ახლა რას ნიშნავს? ფილიპეს მოთხოვნა არის ასეთ არქედაშალეთ, ანუ საზღვაო კავშირი. საბერძნეთში არანაირი კავშირი აღარ იქნება აწი. იქ ბეოტის კავშირიც დაშალა და ყველაფერი იქნა. თებეისა დასაჯა. ხო დაშალეთ არქე, მაგრამ გიტოვებთ კუნძულებს. ლემნოსი, სკიროსი, იმბროსი, სამოსი თუ არ ვცდები და სალამინი დაუტოვა. აგერ არის ლემნოსი, აგერ არის იმბროსი, აგერ არის სკიროსი, სალამინი და სამოსი. ესენი დაუტოვა ათენს. მაგრამ არქე დაშალა. და კავშირი ცალკე კავშირი მაკედონიასთან, თანასწორი კავშირი, რაზეა საუბარი. ხო. ახლა ათენელებმა რაღაცა ხომ უნდა ქნან სანაცვლოდ. ლისიკლე დაასაჯეს სიკვდილით. ერთ-ერთი სარდალი იმას დააბრალეს ყველა, იმას შეტანეს. ეს იცოდნენ სხვათაშორის. კარგი, ძმობა, მეგობრობა, კავშირია. სიმახია, სამხედრო კავშირია, ხო? მაგრამ ეს გვამები ჩამოვიდა, დაღუპული ათენელების გვამები ჩამოვიდა ქერონეიდან, ჩამოასვენეს. იმან სამხედრო ექსკორტით გამოუშვა. ესკორტი ჯება გაუკეთა. ფილიპემ. დაკრძალვის დღე მოვიდა, უნდა დაკრძალონ. ხალხია შეგრებილი. ამ დემადემ მოინდომა და ესქინემ მოინდომეს რომ სიტყვები ჩვენ უნდა ვთქვათ პრომაკედონელებმა. აქ ეს ათენელების მაინც ეს შინაგანი სიმყარეჩა სახალხო კრებამ უარი უთხრა რა ვითარ შემთხვევაში გასვენებაში თქვენ არა გაქვთ უფლება ამ ხალხს ეილაპარაკოთ. დემოსთენეს უთხრეს რომ შენ თქვის სამგლოვია რო სიტყვა. ავიდა დემოსთენე და თქვა იგლოვა საბერძნეთის თავისუფლების დაკარგვა და ხალხიც გლოვა. აი როგორები არიან, იქ ძეგლი დაუდგეს და გასვენებაში დირია. ქელეხიც გადაუხადეს, დემოსთენეს სახლში გადაიხადეს. ქელეხი ამ დაღუპულების, ქერონეას გმირების. იქ ქერონეაში ძეგლი დაიდგა. იქ იყო ასე ეძახოდნენ ალექსანდრეს მუხა. სადაც ბრძოლის წინ ალექსანდრე იყო ჭრილში და გეგმავდა შეტევას. პატარა ალექსანდრე 18 წლის. იქ დადგეს ძეგლი. ლომის ძეგლია, რომ არ აწერია ვის ეძღვნება. ყველას თავის ვერსია ჰქონდა, რომ ეს დაღუპულ მაკედონელებს მიუძღვნეს. ხო, ვის მიეძღვნა? ეს ძეგლი არ აწერია. მაგრამ მე მოგვიანებით მე უკვე ელინისტურ სამყაროში ითვლებოდა რომ ეს ყველას ძეგლია მაკედონელებისაც, თებელებისაც, ათენელებისაც, წმინდა რაზმისაც. ნუ ამ ბრძოლაში მონაწილე დაღუპულებს. ხო, როგორც ახლა ვატერლოოს ველზე ნამყოფი ვარ, იქ დგას ლომი, დიდი ლომი დგას იქ და ის მიეძღვნა ყველას, ფრანგებსაც, ბრიტანელებსაც და ბრუსელებსაც. ყველას ეკუთვნის. ის ხო და მართლაც ყველას ეკუთვნის, ხო? მე ეს ძეგლი დაინგრა, მე მგონი მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს და აღადგინეს მე. დამჯდარი ლომია, ქერონეას ლომი. ქერონეაში ჩაესვენა საბერძნეთის პოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ იწყება ახალი სამყარო იწყება. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება.
თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. კარგი, ცენტრალური ანუ შუა საბერძნეთი დაიკავა ფილიპემ ბეოტია განადგურებულია, თებე და დამხობილია, ათენი მოკავშირეა. ახლა პელოპონესი, ეგრე სად არის? ბოლომდე. ამოვიდა პელოპონესი, ყველა მხელები აწია. პირველ დანებდა მეგარა, მერე კორინთო, არგოსი გადავიდა მის მხარეზე, აქეა გადავიდა მის მხარეზე, არკადია გადავიდა მის მხარეზე, მესენია გადავიდა მის მხარეზე და სპარტა, დარჩა სპარტა მარტო. სპარტელებს შეუთვალა, რომ თუ მოვედი, ლაკონურად მოკლედ შეუთვალა. იუმორი ქონდა ფილიპეს. ანუ სპარტელებს, ლაკონიელებს, ანუ ლაკედემონელებს, ახლა მოკლე ლაპარაკი იცოდნენ, ამას მოკლე ერთიან და თუ მოვედი თქვენთან, ძირფესვიანად მოგთხრით. აჰა იმათ პასუხი. იმათ უფრო მოკლე, ერთ სიტყვიან. თუ ან თუ მოახციე ჩვენამდე. ჯერ თუ მოხვედი, მერე თუ დავამარცხე, მერე თუ ქალაქი აიღე, მერე ჩვენ თუ დაგნებდით, კი ბატონო. ანუ ამას ნიშნავს თუ. ამოვიდა ლაკონის რაღაცა სოფლები დაანგრია უფრო პერიეკების დასახლებებმა სპარტაში არ შევიდა, იმიტომ რომ ალესილი დგას მთელი ქალაქი, ალიან კაციან ბავშვიანად. გამოცდილება ქონდა, იცოდა ეპამინონდეს, ახლა მოუყვებოდა იქ, ამბები იქნებოდა ხო სპარტაში. უფროსად ვერ მოუყვებოდა, უკვე წასული იყო, მაგრამ ეცოინებოდა ხა ეპამინონდე ხო მეორეჯერ რომ მიადგა სპარტას ვერ აიღო იქ. აი ეს არქიდავე მაშინ ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელიც იტალიაში დაიღუპა. აგესილაეზე ის ჩაუდგა სათავეში ბრძოლას ხო. იფიქრა რომ დიდი მსხვერპლი მექნება და იყოს თავისთვის რომ რა არის სპარტა რომ რაში მჭირდება სპარტა როცა მთელი ელადა ჩემია სპარტის გარდა მთელი საბერძნეთი აი ძვირფასო მეგობრებო როგორ იზრდება მაკედონია ის ყავისფერი შუაში რა ესა ფილიპემდე რაც რო ავიდა ტახტზე ის გაუბედურებული მამამისის დაქცეული იმ უბედური ამინტას სამეფო რა მე როგორ აფართოე ანუ დედაქალაქის გარშემო პელა მე არის ეგე აი ეგე არის ეგე ძველი დედაქალაქი იყო მე პელაში გადაიტანეს 300 არა 499-ში გადაიტანეს თუ როდის აღარ მახსოვს ხო ეგე არის საძვალე მაგენის მცხეთა პელა თბილისია მათი ხო ძველი დედაქალაქი ეგეა საძვალე მაგ იქ როცა დაუბარა იმან ერდიკავმა თავის შვილს რომ ყოველთვის აქ უნდა ჩვენი ძვლები აქ უნდა იყოს და მაშინ დამარცხდება ჩვენი დინასტია გადაშენდება მაშინ როცა მეფე აქ არ და ალექსანდრე არ დასაფლო დინასტია გადაეგო მერე მოვიდნენ აი ეს ანტიპატრე რო არის აგერ ღამე მძინა მშვიდად იმიტომ რომ ისა მაგი ფხიზლობს ანტიპატრიდები მოდიან მერე მთელი ამბები გველოდება ხალხოს სასაულები ხო და რა ვიცი ეს ჰოლივუდი რა სიუჟეტებს წერს რა სცენარებს რა იგონ აი ახლა დაუკვირდით ძალიან პოპულარული არის სამეფო ტახტის თამაშები ხო გამოგონილი სამყარო ამაზე უფრო მაგარია ამ ძველ საბერძნეთზე ამ თებეზე ამ ათენზე სპარტაზე მაკედონიაზე თესალია ყველა სხვადასხვანაირებია ხო აი და რამდენნაირია და ყველაფერი როა და ყველაფერი არის ხო აი რას იგონებენ ხო აი ამ ციკლს ჩვენ როცა ინგლისურად ვთარგმნით და გავახმოვანებთ მე მეგონი ჰოლივუდიდან შეკვეთები ხო სპარტაშორის ვიღაცები წერენ რომ იქნებ სცენარებიო დაუწერო ჰოლივუდს არ ვიცი ახლა მე ხუმრებიან თუ
ნუ ჟანრის კრიზისი ორივე შეიძლება. საინტერესო. მოკლედ ეს პატარა მაკედონია ამ გაფართოვდა ზევითარი არ ჩანს რუკაზე კაცო იმამდე ისტროსამდე ავიდნენ რა ქვია დუნაიმდე ავიდნენ ის ვითებს ხო დააყრევიეს კბილები ხო ეგ არის სპარტა და მე აქაც არა ჩანს ნუ და კრეტა არ შევა კრეტა საერთოდ ვაფშე არ ეწერა რა ხო და აი ესა გაფართოა ჯერ ყავისფერი მე რაღაც ის რა ფერია იასამნის ფერი და მე ეს იდა ისიც ისფერი ხო ფართოვდება და მე ეს ღია წითელი ესა ბერძნული კავშირი აი როგორ გაფართოვდა საიდან სანამდე გავიდა ფილიპე უკვე ეს ბიზანტიონიც და ბიზანტიონი ვერ აიღო ვერა ეგ ნეიტრალურად თითქოს მაგას ალექსანდრე აიღებს ბიზანტიონთან დამარცხდა იქ და იმან აი ფოკიონი რო გითხარით მე თქვი ფოკიონმა მოიგერია ათენელმა სტრატეგოსმა აქ რატო არ იყო ბრძოლაში არ ვიცი რას ერჩოდნენ იმ კაცს ხო რაღაც ახირებები კი ქონდათ რა ბერძნებს ხო დადგა ზამთარი მოდის შემოდგომა 338-დან 327 აქეთ მოვდივართ ხო უკან ძველი წელთაღრიცხვით გვიანი შემოდგომა ზამთარი არის და კორინთოში მოიწვია კონგრესი ბერძნული ქალაქების ფილიპე ამარჯვებული მაკედონიის მეფე არგიადმა ჰერაკლესთან მომავალმა დაუძახა ყველას მოვიდა ყველა მარტო არ მოვიდნენ სპარტელები სპარტელებმა რა შემოითვალეს ესეც მაგარი რა გამარჯვებულის მშვიდობა ეს მონობა ძალიან მაგრები იყვნენ რა ყველა მაგარი აი ეს არის ეპოქის სიძლიერე ამაში რომ ყველა მაგარია გამარჯვებულის მშვიდობა ეს მონობა და მართლაც აი სულ სააზროვნოა სულ სალაპარაკოა არაფერი არ იცვლება სულ საკამათოა ო დღესაც მიდის კამათი ახლა კარგი იყო ფილიპემ რო გაიმარჯვა ცუდი იყო ვიღაცები იძახიან რომ კარგი იყო ვიღაცები იძახიან ბერძნებმა თავის რა თავი არ ვიცი მეც არ ვიცი ბოლომდე მართლა არ ვიცი ხო კონგრესში მოიწვია კორინთოში მოიწვია კონგრესი ეს პირობითი სახელია ისტორიკოსებმა დაუარქვით თორე ქვია ელინთა ყრილობა ან ბერძნების ყრილობა სადაც გადაწყდა დადგენილებები ედიქტი გამოსცა და იქ ესწრება თვითონ ფილიპე თავმჯდომარეობს ყველა ბერძნული ქალაქი პირველი ცხადდება საღვთო მშვიდობა არავინ აღარ ომობს არასოდეს არავინ აღარ იომებს ერთმანეთს მეორე იშლება ყველა კავშირი გარდა კორინთოს კავშირი გარდა ელინთა ასე ქვია ელინთა კავშირის მერე სახელმწიფო წყობა მიმდინარე მომენტში რაც არის ის რჩება ანუ ამ ქალაქში დღეს როცა ხელს ვაწერთ ოლიგარქია რჩება სულ დემოკრატია რჩება პოლიტიკური დევნა აიგრძალა ყველა ქალაქში ყველგან გამოცხადა ამნისტია ყველა ბრუნდება თავის ქალაქში დემოკრატები გამოქცეული ოლიგარქიებიდან ბრუნდებიან ოლიგარქები გამოქცეული ბრუნდებიან ყველა თავის ქალაქში ბრუნდება ტიპი ნახერებს აკეთებს გზების უსაფრთხოება საზღვაო და რა ქვია სახმელეთო ზღვები უსაფრთხო ვერავინ ვერ გაიჯაჯანებს არავითარი ხარკის გადახდა აღარ იქნება არავინ არავის არ უხდის და არ გადაუხდის ხარკს მე ძალიან კარგად იცოდა ათენის არქეს უბედურება ის პოროს რო ახდევიებდა ამიტომ საერთო ბანკი არ არის არავითარი მაგრამ ყველა ბერძნული ქალაქს ხო შექმნა სინედრიონი საბჭო ამ ქალაქზე ყველას თითო-თითო წარმომადგენელი ყავს ხოლო მეფეს
მეფის წარმომადგენელი თავმჯდომარეობს ამ საბჭოს. ეს საბჭო განაგებს ყველაფერს, სასამართლო აღმასრულებელი, ყველაფერი ამის ხელში. არის დავა ორ პოლის შორის, აქ მოხვალთ გავარკვევთ. სინედრიონი რასაც გადაწყვიტავს, ისე იქნება. ხმათა უმრავლესობით. გამოცხადდა მაკედონიისა და ელადის კავშირი. ამნისტია გითხარით, ქონების ხელშეუხებლობა. არავითარი ქონების კონფისკაცია არსად. პოლიტიკური მკვლელობები აიკრძალა. როჟლეტდნენ ერთმანეთს ბერძნები. კაცი, პოლიტიკური, ძვირფას ქართველებო ხო გვისმენთ, პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური რეპრესიები აკრძალა და თავის თავსაც აუკრძალა ფილიპე. დემოსთენესთვის ხელი არ უხლია. პოლიტიკური ანგარიშსწორება გააჩერა. გამორიცხა ყველაფერი. ფილიპე. სამხედრო ძალების კოტირება. ეს სინედრიონი გაარკვევს ვინ რამდენ ჯარს და გემს გამოყოფს საომავლო ლაშქრობებს, საომავლო ლაშქრობებზე ვილაპარაკე. მერე ყველა მოკირავნეს, რომელიც სოფლიოში არიან დაფანტულები, ხოლმე დაადიან, დაბორიალობენ, ჯოგებათ ეს ჯარისკაცები, მათ შორის რამოდენიმე 10,000 ბერძენი გაქცეულია და სპარსეთში ფულს შოულობს იქა მეფის კარზე და სატრაპების კარზე. მან გაფრთხილება გაუგზავნა ყველა მოკირავნეს, რომ დაბრუნდით თქვენ სამშობლოში, თორემ მერე ჩაითვლებით მოღალატეებად. გაფრთხილა წინას. და ამ კავშირის მეთაურად, ანუ ჰეგემონად ცხადდება არა ფილიპე მარტო, არამედ მაკედონიის მეფე მემკვიდრეობით. ფილიპე გამოცხადდა ჰეგემონად, ჰეგემონი რა არის? თავმჯდომარე, ხელმძღვანელი, წარმმართველი, ჰეგემონია აქედან მოდის სიტყვა. და გარდა ამისა, სამხედრო წოდება სტრატეგოსი ავტოკრატორი. გამოცხადდა ფილიპე. მაგრამ ფილიპე რო არ იქნება, ყოველთვის მაკედონიის მეფეები იქნებიან. არგიადებიდან იქნებიან. თქვენ ამის თავი არა გაქვთ, რომ რაღაცას ამიტომ მე შეგათანხმებთ. და მეორე სესია ჩაატარა, მეორე სესიაზე ერთი საკითხი განიხილეს. საღვთო ომი გამოუცხადეს სპარსეთს. რა მივიღეთ? ბერძნული ქალაქები კი გამოცხადდა ყველა თავისუფლად, მაგრამ რეალურად ეს ავტონომია. ავტონომია შიგნით არ ერევა, რაც გინდათ ისქენ. ფულიც მოჭერით თქვენ თუ გინდათ. ივაჭრეთ, გამდიდრდით. რაც გინდათ თქვენეთ. მაგრამ თქვენი კედლებს გადმოღმა, თქვენი ქალაქის კედლებს გადმოღმა უკვე მაკედონია. სამხედრო ძალა არის მაკედონური ფალანგა, მეტი არავინ, მორჩა. მეფე არის ამის დამლაგებელი. ანუ რეალურად მაკედონურმა პარტიამ გაიმარჯვა საბერძნეთში და ანტიმაკედონური პარტია მარცხი განიცადა. ქერონია იყო საფლავი ბერძნული დამოუკიდებლობის, ხო და ფილიპე გახდა რა ყველა გამზადა ყველა ის სამხედრო მანქანა შექმნა, კოალიცია შექმნა, ბერძნები შეარიგა, მშვიდობა ჩამოაგდო. საუკუნეებია ჟლეტენ ესენი ერთად, ყველაფერში მაგრები არიან. კულტურა, ხელოვნება, სამხედრო ძალა, ყველაფერი, მაგრამ ბიჭო ნუ ხოცავენ ერთმანეთს. ეს სპარსეთი შეიძლება მოგვადგეს. როგორ რაღაცა მივიღეთ, ახლა ევროპის რევანში იწყება. ახლა ჩვენ მოვდივართ მანდ. ჩვენ უნდა გადავიდეთ და მართლაც 327 წელს, იმავე წელს ფაქტიურად კორინთოს კონგრესის, ანუ შეიქმნა ელინთა კავშირი, ასე დაერქვა მას, ელინური კავშირი, ბერძნული კავშირი დაერქვა. 327 წელს უკვე მან დაიწყო წინარე მზადება ლაშქრობისთვის და პარმენიონი და ატალოს მისი ორი გენერალი და მეგობრები.
Armenionis Atalosis სარდლობით 10,000 მაკედონელი გადავიდა აზიაში. Აი კიზიკოსთან გადავიდნენ. რატომ გადავიდნენ? პლაცდარმი უნდა მოამზადონ არმიისთვის და მომავალ წელს უნდა გადავიდეს ფილიპე უკვე დიდი ჯარით. ეს ჯარი უკვე მარტო მაკედონური არ არის, აქ ბერძნებიც იქნებიან, აქ თრაკიელებიც იქნებიან. მე ჩვენ როცა ლაშქრობას დავიწყებთ, ლაბა მე მოგიყვებით ვინ მონაწილეობა, აქ თრაკიელებიც არიან, აგრიანებიც არიან, პეონებიც არიან, ილირიელებიც არიან, ბერძნებიც არიან, ვინ რამდენია, ამასაც მოგიყვებით, იმიტომ რომ ვიცით ამის შესახებ, ვინ რამდენი იყო, როგორ მონაწილეობდა. გადავინე დაიკავეს პლაცდარმი შექმნეს, ფილიპე ემზადება, მომავალ წელს მიდის საომრად, მაგრამ ერთი საკითხი აქვს, ოჯახური საკითხი აქვს. ხო, საინტერესო რა არის, სამდე ლაშქრობას დაიწყებს, ახლა ყველა რაღაც ქმედებას წინ უძღვის, დელფოში უნდა გავიგო, როგორი იქნება ეს ლაშქრობა. ორაკულმა შემოუთვალა, ხარი უკვე შემკულია, გვირგვინით და მალე დაიკულება. ყველამ ჩათვალა რომ სპარსეთია ეს. ამ შესაწირი ხარი. ხარი უნდა შეეწიროს ღმერთებს. შესაწირ ხარებს გვირგვინით ამკობდნენ. ხარი უკვე შემკულია გვირგვინით და მალე დაიკულება. ზეიმია პელაში, ვიგებთ ომს. ბოდიში და დედას უტირებთ სპარსელებს. ერთ საკითხი აქვს ოჯახური. ქალიშვილი გაათხოვა. ალექსანდრეს უმცროსი და სხვათაშორის კლეოპატრა. გაათხოვა ვიზე მის ცოლის ძმას. ახ ჩვენ ხო თქვით რომ ეს ინცესტური ქორწინებები იყო ძველ სამყაროში საერთოდ. ანუ თავის ცოლის ძმას, ანუ ოლიმპიადამ თავის ქალიშვილი თავის ძმას მიათხოვა. ოლიმპიადას მხრიდან ის ძმა არის და ფილიპესგან ეს ცოლის ძმა. ალექსანდრე ქვია იმას. ქორწილია. ზეიმობს მთელი ელადა. ვინ არის ზეიმებს? ფილიპე გოგოს ათხოვებს. ხო, ეგეშია ქორწილი, ძველ დედაქალაქში, საძვალეში. ის არის ბუდე, არ გიადებს, დიდი ქორწილი არის. ყველა ბერძნულმა ქალაქმა ოქროს გვირგვინი გამოუგზავნა ფილიპეს. ეს იყო პატივად ითვლებოდა ოქროს გვირგვინს. იგივე ბერძნებმა 13 მარმარილოს ქანდაკება დადგეს ეგეში. ამ 13-დან 12 არის ოლიმპოელი ღმერთი. მე-13 არის ფილიპე. ღმერთთან ოლიმპოზე ავიდა, ღმერთებს ელაპარაკება, ზევსთან აქვს ურთიერთობა. ხო და ზეიმია გალეშილი ქეიფობს და არის ყველაფერი გააკეთა. ამიდის სალაშქროდ. დიდი ზეიმია ეგეში. თავის ქალიშვილთან და სასიძოსთან ერთად მიდის თეატრში. თეატრში ვიღაცა ბერძენმა რაღაც პიესა დაწერა ამის მაქებარი, რამე იმას უნდა დაესროს რა. არ დაგავიწყდეთ, მარჯვენა თვალი არ აქვს და კოჭლია, ბარძაღი აქვს გარღვეული და ვერ აღიდგინა ის კოჭლია საშინელი ფილიპე. სოთაშორის მისი საძვალე რო აღმოაჩინეს, თვითონ ფილიპეს ნეშტი არ არის იქ, მაგრამ მისი საბარკლულებია სამხედრო და იქ კოჭლისთვის არის გაგეთი მოკლეა. და გაუხმა ის ფეხი. იდის თეთრებს ჩაცმულები არის ამალით შედის ამ თეატრში წველებით. ჰეტერები ახლა. ერთ-ერთი ჰეტერი ბავსანიოს გამოარა და არტყა ხმალი რა. მოკლა ფილიპე. თავისავე მცველმა. ჰეტერმა დაარტყა. ხარი უკვე შემკულია. ესაა ხარი. მსხვერპლი შეიწირა. სპარსეთი კი არ აღმოჩნდა ხარი.
ფილიპე აღმოჩნდა ხარე. მოკლეს ფილიპე. ინგრევა ქვეყანა. ინგრევა ქვეყანა, ნუ აი ყველაფერი ინგრევა, ახლა სიკვდილი ბევრ ამას ანგრევს ახლა ჩვენ ცხოვრებაშიც. აი რაღაცა მაგარი ოჯახები ახლა ჩვენს გარშემო, ახლა ჩამოვიდეთ ახლა, მოვიდეთ ჩვენ აი კარგი ოჯახის წევრი მაგალითად მამა, ან უფროსი, ან ქალი, დედა, რომ მოკვდება იფშნება ყველაფერი. ისტორიაშიც ვაგე რა შორს წავიდეთ ახლა პერიკლე რომ მოკვდა დამარცხდა ათენი, ეპამინონდე რომ მოკვდა თებე გაქრა, ჩამოიფშნა. გვამი არ იყო გაციებული, ხო ბევრი რაღაცა. დარიოსი რო არ მომკვდარიყო, რა ვიცი ახლა შეიძლება მოეგო და დაეპყრო. ახლა ქსერქსე არ იყო მამამისივით მაგარი, ხო ბევრი რაღაც სიკვდილი ბევრ ამას ცვლის. ხო ბევრ ამას ანგრევს. ნუ ამბავია რა, მაგრამ ნუ ახტის მემკვიდრე არის აგერ. ალექსანდრე. ახლა ალექსანდრე გავწიოთ, იმიტომ შემდეგ ლექციები უკვე ალექსანდრეზე, მოგზაურობები ალექსანდრეზე იქნება. მაგრამ ალექსანდრე რამდენი წლის არის? ქერონიასთან იყო 26-20-ის არის უკვე, 20-ის ავიდა ტახტზე. ახლა ალექსანდრე მოვიტოვოთ, შემდეგი მოგზაურობ ფილიპეზე ვისაუბროთ, ხო. ეს პავსანიოს მოკლეს დანარჩენმა ჰეტერებმა. და ჩაიხურა შეთქმულების თემა. მსხვერპლი მოკლულია, მკვლელიც მოკლულია. მოტივი არ გარკვეულა. ნუ არავინ არ იცის. მაშინაც და დღესაც არის სამი ვერსია. ვინ მოკლა ფილიპე? პირველი ვერსია, რომელიც ყველაზე სუსტი ეს არის, რომ ვითომ პავსანიოს იყო გაბრაზებული რაღაცას მეფეს. რაღაცა შეურაცხყოფა მინახე. აი ეს დათრებოდა, ხო, ურიგინებდა ის ფილიპე რა. მე ამას გამორიცხავ ახლა, პავსანიოსი გაბრუტებული იყო და მეფეს ხმალი დაარტყა, არ გავს. მე ორი ვერსია ყველა სერიოზული. ერთი არის რომ სპარსელებმა მოაკლევეს. რა ძალიან ისეთი ხო ნუ გამოაცხადა, ჯარი გადასხა, ლაშქრობას იწყებს რაღაცა უნდა უქმნამ და უნდა მოუკლათ. მესამე ვერსია ყველაზე მძიმე ჯამლებში. ის მაცოლმა ოლიმპიადამ და ალექსანდრემ მოაკლევეს. თუმცა ეს ორად იყოფა ეს ვერსია. ოლიმპიადა მიცოდა და მამ მოაკლევია, მაგრამ ალექსანდრემ არ იცოდა მამამისის მოკლის ამბავი. ანუ არ არის მონაწილე ამაში. საერთოდ ახლა მე ვილაპარაკე ფილიპეს და ოლიმპიადას ურთიერთობა ეს არის, ნუ აი ვულკანი რაღაცა, საშინელი. ვერ იტანდნენ ერთ. ეს ხო ასეთი ხასი, ეს იყო აი ყველა არაფერი ცუდი და არაფერი კარგი ამისთვის უცხო არ იყო. ფილიპე მაგარი სარდალი, მეომარი, ეშმაკი, ჭკვიანი. მაგრა იყო ლოთი, შარიანი, გადამგდები, ფიცის გამტეხი. მონარქია. ისიც ასეთი. ის არის კაბირების კულტზე გაზრდილი, რაღაც გველებს ჩხიბავს და ამბები და რაღაც კუდიანობს ის, რა ქვია, ოლიმპიადა. 4 სახელის მფლობელი. 4 სახელი. პოლიქსენა, მირტალა, სტრატონიკა და ოლიმპიადა. სტრატონიკა თვითონ დაერქვა მე. უკვე ქრივი იყო. ალექსანდრე რო იქ იყო აზიაში. ერთი ცნობა გიორგი ასეთი. მერე ხამკვლელობის ნივთი ეს ხმალი შეინახეს. არის ასეთი ცნობა, რომ მერე ამ ხმალზე ნახეს წარწერა. მირტალა. მისი ერთ-ერთი სახელი. მისი სახელი წერა. მან დააწერა, ვინ დააწერა, არა გამორიცხული თვითონაც და არც იმას არ გამორიცხავ მე ახლა ეს იურისტები ჩაერთვებიან ახლა და რა ჩვენ ტელემაყურებელიც ახლა ეს სააზროვნო თემაა, იმიტომ რომ საკამათოა დღემდე
სპარსელები შეიძლება ოლიმპიადა და სპარსელები ერთად იყვნენ. არ არის გამორიცხული. ოლიმპიადას უნდა და მისი სიკვდილი, იმიტომ რომ ატალოსის ქალიშვილი და ძმისშვილი ყავდა იმას უკვე მოყვანილ ბიჭი გაჩერილი ყავდა. კარანოსი პატარა და ფილიპე იმუქრებოდა რომ რამე რო იყოს ამას ავიყვან ტახტს. ალექსანდრე ორჯერ იყო გაქცეული თავის დედულში მოლოსებთან. ბიძამისთან. იმასაც ალექსანდრე ერქვა. გაქცეულები იყვნენ იქ. ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. ახლა ეს ფილმი რო არის გადაღებული ალექსანდრე ცუდი ფილმი არ არის, მაგრამ ისტორიული სამართლიანობა იქ არის დაახლოებით 30-40 პროცენტი. დანარჩენი რაღაც ჰოლივუდური ისენი რა ქვია, ჩახლართვები, მაგრამ აი იქ რომ ტრობა აქვთ ოლიმპიადას და ფილიპეს ეს ნამდვილად არის. ფაქტია რომ მირტადას გარშემო და ეს ზრდიდა ამას მამის წინააღმდეგ ზდიდა ბავშვობიდან. ალექსანდრეს და ფილიპესაც დიდი შეხლა შემოხლები ჰქონდათ და ერთხელ დაემუქრა კიდევაც რომ ტახტს უწაგართმევ არ მოგცემოდა და ამინტას ამზადებდა თავის ძმისშვილს მეფე. ეს მერე დედამისთან ერთად გაიქცა ეპირში, მოლოსებთან გაიქცა დედულში. ორჯერ იყო. სხვათაშორის ეს ქორწინება როცა თავისი ქალიშვილი გაათხოვა იმის ოლიმპიადას ძმაზე ალექსანდრეზე შერიგების მცდელობა იყო. ბოლო შერიგება რომ იქნებ მოbrundit რა. აი ფილიპე ძალიან ბევრჯერ ცვლიდა თავის მემკვიდრეობის საკითხს. ხო და მე არც იმას არ გამოვრიცხავ რომ სპარსული კვალი იყოს ოლიმპიადასთან. ახლა ალექსანდრეს გამოვრიცხავ. ალექსანდრე ხმამამის არ მოკლავდა. არ მიიღებდა მონაწილეობას, სხვათაშორის ამით იყო სულ დაკომპლექსებული ალექსანდრე. სულ აი მე თრობას იწყებს სპარსეთს რომ და სპარსულ ფუფუნევაში ჩაწვევა იქ ლოთობს იქ. სულ ბღაოდა რომ მე არ მომიკლავს მამაჩემი. და აი დაუნდობენ ალექსანდრე საერთოდ ისეთ ტიპი იყო რა რაღაცები პატიება შეეძლო თუმცა სისასტიკეებით იცოდა მაგრამ აი ამას არ გაპატიებდა რომ შენ მოკალი მამაშენი ნუ წყობიდან გამოდიოდა როგორც ჩანს ალექსანდრე არ მონაწილეობდა მაგრამ ამ ხმალზე ვინ დააწერა ეს სახელი მირტალა ამ ქალმა დააწერა მე მგონი და დოისახა რა მივიღეთ ფილიპე მოკვდა ევროპის პირველი დიდი მეფე. მაგრამ რა გვაქვს ტახტზე ადის მაგარი ბიჭი. ალექსანდრეს მომხრეებიც აყავს, იმიტომ რომ აი ეს აგემა, ეს არისტოკრატია რო შეკრიბა და ჰეტერები და ამბები და ეს აგემა, ეს პირველი თაობა კი არის პარმენიონი, ატალოსი და ანტიპატრე და ესე, მაგრამ იმათი შვილები ამოვიდა, ესენი ერთად გაიზარდნენ. ალექსანდრე და მისი თანამებრძოლე, მისი თაობა, მეორე თაობა ჰეტერების მასწავლებელი ვინ აყავთ? ფილიპემ ჩაუყვანა არისტოტელე მასწავლებლად. არისტოტელემ გაზარდა ალექსანდრე და მისი მეგობრები. ახლა ესენი მაგრები არიან. მათი მამები ასაკში არიან, მაგრამ ესენი რამე რო იყოს მამების წინააღმდეგ გასწავლენ, ესე ერთად გაიზარდნენ. ამიტომ ალექსანდრეს ბევრი მომხრე ყავს სამეფოში და ბოლოს და ბოლოს ქერონიას გმირია, მან მოიგო ის ბრძოლა. რომ არა ალექსო თებერლებს ვინ გააჩერებდა. ესენი იყვნენ მახინები იყვნენ ბრძოლეს. ეპამინონდას სკოლა ჯერ ჩასვენებული არ იყო წმინდა რაზმეობობა ყველა დაიღუპა. მივიღეთ გიორგი დაქოქილი სამხედრო მანქანა. გამზადებული სალაშქროდ. გასაღებს უნდა გადაწევა მარტო. მივიღეთ გაერთიანებული საბერძნეთი. კარგი იყო, ცუდი იყო ესა, რაც ფილიპემ ქნა, დღესაც გამათიმედეს. მეც გაურებული ვარ. ცხოვრებაშიც ხშირად არის, რომ რაღაცა გადამწყვეტი პოზიცია ადამიანს უჭირს, ერთმანეთის გამომრიცხავი, ორი მოსაზრება გაქვს, ხო? ახლა
მეც არ ვიცი საბოლოო ჯამში ეს პოზიტივი, მაინც საბოლოო ჯამში პოზიტიური იყო, იმიტომ რომ ბერძნებმა ჟლეტას, ერთმანეთს ჟლეტას ვიღაცამ თავი დაანებები, იარაღის ძალით დაანებებია თავი. კორინთოს დადგენილებები, რა არის ცუდი იმაში. მაგრამ ერთადერთი ცუდია, პოლიტიკური თავისუფლება და პიროვნული არა, ყველა თანასწორია, მაკედონელი და ბერძენი ყველა თანასწორია. ყველა შეუძლია გახდეს ჰეტერი, ყველა შეუძლია პელაში მეფის მეგობარი გახდეს. მაგრამ ეს ორი ხალხი მაინც ცუდი თვალით უყურებენ ერთმანეთს. ბერძნები ზემოდან უყურებენ. კულტურულად ზემოდან უყურებენ. ისინი ძალით. კი, ჩვენზე მაგრები ხართ ფილოსოფიაში, მაგრამ ჩვენ ხო დაგნაყეთ ქერონეაში. ესენ დასცინიან. ბარბაროსები არიან მაგენი. რა აქვთ მაგენს ჩვენთან საერთო? სხვათა შორის ეს ქიშპი მტრობას უნდა ვარქმევთ ამას. ქიშპი მერე აზიაშიც გაყვებათ. ალექსანდრეს ჯარში და საერთოდ ბერძნულ ჯარში ძალიან იყო მიღებული შეჯიბრი. ჭიდაობა, ფარიგაობა, შუბის ტონცნა. როცა ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ალექსანდრე სულ არიდებდა რას, იცი, ბერძნებს და მაკედონელებს არ აჯიბრებდა. თავის ჯარში. ბერძენს ეჯიბრებოდა, მაკედონელს, მაგრამ ერთხელ თუ არ ვცდები პერსეპოლიში იჭიდავეს მაკედონელმა და ბერძენმა. ეს ჯარი და ბერძნების მაკედონელი არის ღრიალი, ხო? ბერძენმა წააქცია მაკედონელი. ეს მაკედონელი წამოხდა ქვით გაუპოთავე იმას. იმის მერე აღარ შეაჯიბრა. კინაღავ ერთმანეთს დაერიან. მაგრამ მივიღეთ სამხედრო მანქანა, იარაღში ჩამჯდარი ევროპა, მთელი ბალკანეთში მიდის სამხედრო მოძრაობა, ყველა თავს იყრის ჰელესპონტზე. იქ გადაღმა ატალოსი და პარმენიონი უკვე გადასულები არიან, პლაცდარმი გაკეთებული აქვს, სამხედრო ბანაკი დაცემული აქვს, სანაპიროს აკონტროლებენ, ფლოტით შესულია და ჯარი უნდა დაიძრეს, მაგრამ ამ ჯარს უკვე ახალი თავი ყავს, ეს არის 20 წლის ალექსანდრე. და დავასრულოთ ფილიპეს ამბავი. საოცრად საინტერესო მონაკვეთი იყო ისტორიის ფილიპეს მეფობის და ალექსანდრეს მზე ამოვიდა. კი, ანუ პირველი ერისიონი ხო რას ნიშნავს? აი ალიონზე უფრო ადრე რო აი ალექსანდრეს ერისიონი დაიწყო. მონეთებს, მაგრამ მზე ჯერ არ არის. ხო, მაგრამ რაღაცა უკვე გატეხილია, ხო და ვინც უნდა ყოფილ ხარი გვირგვინი შემკული ხარი დაიკლა. ფილიპე შეეწირა, ფილიპე ვერ გადადგა. მერე მოუყვები ამათ ურთიერთობებს ერთხელ ლოთობის დროს იქ იჩხუბეს ატალოს ეჩხუბა ალექსანდრე და ფილიპე მოთხოვა რომ შეურიგდიო და ამან არაფრით არ აქნა და მთვრალი ფილიპე გამოვარდა ამის დასაჯელად, მაგრამ ერთი მაგიდი და მეორემდე ხო გზაში წაიქცა, კვაჯლი იყო და ალექსანდრემ დასცინა. შენო აზიაში აპირებ საურად გადასვლას და ერთი მაგიდიდან მეორემდე ვერ გადმოსულხარ. ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ფილიპე აფასებდა ალექსანდრეს. რა თქმა უნდა, მის ნიჭს აფასებდა ხა. რო დარჩენილიყო ცოცხალი, ის მე ასე ვფიქრობ ახლა. ის არ გამოცვლიდა მე მკვიდრეს და ალექსანდრეს მიცემდა სამეფოს, ხა ის ისეთი კაცი იყო. ასე რომ გავიარეთ პირველი ეტაპი მაკედონიის დაბადება ფილიპემდე და ორი მოგზაურობა გამოგვივიდა ფილიპე მაკედონელი დიდი მეფე იყო ნამდვილად უდაოდ და დიდი საქმე გადაუწყვეტელი პრობლემები გადაწყვეტა და შეგვიძლია ვთქვათ ეგეში ქალიშვილის ქორწილში მოკლეს პირველი ყველაზე დიდი მეფე და მონარქი, მაგრამ ტახტზე ავიდა ახალი ვარსკვლავი ალექსანდრე 20 წლის ბიჭი. არც კი არის საჭირო მოხმობა დროების YouTube არხის და ამ ციკლის მსმენელებისა და მაყურებლებისთვის, ჩვენი ერთგული მაყურებლებისთვის უკვე ინტერესით დაელოდება ყველა ჩემი ჩათვლით მომდენო სერიას, რომელიც ამის მიუყვებით ლაშქრობაში უკვე. კი, უკვე მე გრძნობთ ამ აღჭურვილობის. აი იმ გზას უგავიოთ რა. და
მასშტაბურობის ეს ტალღებად მოდის უკვე. ველი ძალიან დიდი ინტერესით, მადლობა უთხრათ ჩვენს მაყურებლებს, დავამშვიდობოთ დროებით, შევახსენოთ, რომ ვისაც არ აქვს ჯერ კიდევ გამოწერილი, გამოიწერეთ დროების YouTube არხი, ამას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოიწონეთ ჩვენი გადაცემები, გაუზიარეთ თქვენს ნაცნობებს, მეგობრებს, ყველას, ვისთვისაც აი საინტერესო ისტორიები გემეტებათ, რომ გაიგონ და ცოდნა გააღრმავონ და გააფართოვონ. გემშვიდობებით, შეხვდებით ახლა უკვე ალექსანდრეს გრანდიოზული ლაშქრობებით და ეპოქით, ალექსანდრეს ეპოქით. მადლობთ. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები.